სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე კრიტიკის სამიზნე ხდება ვალერი ცერცოძეს iPhone Plus-ი კონკურენტი კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით ნათესაური ურთიერთობების გარდა ცერცოძის ოჯახს i-ტექნიკთან წილებიც აკავშირებს. რეაგირებისთვის iPhone Plus-მა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც მიმართა, თუმცა როგორც თავად მოსარჩელე მხარე ამბობს, მოკვლევაზე საბჭოსგან უარი მიიღო. შეგახსენებთ, რომ iPhone Plus და i-ტექნიკ შორის სამართლებრივი დავა ამ ეტაპზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბრალს კერძო ბიზნესის მფარველობაში სდებენ. ვალერი ცერცოძეს iPhone Plus-ის მენეჯმენტი i-ტექნიქსის სასარგებლოდ მოქმედებაში ადანაშაულებს. ბრალდების ავტორები ამბობენ, რომ ცერცოძის ოჯახს ნათესაური კავშირი აქვს i-ტექნიქსის დამაარსებელთან. iPhone Plus-ის მენეჯმენტმა დღეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ კონკრეტული დოკუმენტები წარადგინა. იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც გამოვითხოვეთ საჯარო რეესტრიდან, სადაც ჩანს, რომ ვალერი ცერცოძის პირადი ქონება იყო დატვირთული იპოთეკით i-ტექნიკის სასარგებლოდ და 2016 წლიდან ეს იპოთეკა გადადის მის მამაზე, ბატონ მურთაზ ცერცოძეს. თქვენ შეხვედრით საჯარო რეესტრში და ამოიღოთ კომპანია i-ტექნიკის საჯარო ამონაწერი კომპანიის. იქ ნახავთ, რომ ის დამფუძნებლად გვევლინებიან ვალერი ცერცოძის მამა, ბატონი მურთაზ ცერცოძე და მისი ცოლის ძმა ბექან მიკუჭაძე. ვალერი ცერცოძესთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს i-ტექნიქსის დამაარსებელი. ბექან მიკუჭაძის აზრით ის ფაქტი, რომ ცერცოძე მისი დის მეუღლეა, სასამართლო პროცესზე გავლენას არ ახდენს. i-Plus-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ვალერი ცერცოძის საქმის მოკვლევის თხოვნით პრემიერ-მინისტრს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა. მამუკა მარღიშვილის განმარტებით მათგან საქმე განსახილველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა, თუმცა საკითხის შესწავლაზე საბჭომაც უარი თქვა. ჩვენ ამის შესახებ მიმართეთ პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწრაფი რეაქცია. მან მაშინვე დაავალა პროკურატურას, რომ გამოიკვლიოს ეს საკითხი, ასევე დაავალა იუსტიციის საბჭოს. თუმცა იუსტიციის საბჭოსგან მივიღეთ ჩვენ წერილი, რომ თურმე რაღაცა ის ფორმაში არ ჯდება კარგათო ისო სპეციალური ფორმა უნდაო და არ გადაიწყეს საქმის განხილვა. ბრალდების მთავარმა ადრესატმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაერთი მცდელობის მიუხედავად მოამბის ზარებს არ უპასუხა. კერძო კომპანიებს შორის ურთიერთბრალდებების პარალელურად სამართლებრივი დავა პირველ ინსტანციაში გრძელდება.